კარგად დააკვირდით ამ ვიდეოს, ეს არის მშობიარობის შემდგომი კანკალი, რომელიც ნახევარზე მეტ მშობიარეს უვითარდება, დაახლოებით 57%-ს. ამ ვიდეოში კი გაიგებთ იმ მექანიზმს და იმ მიზეზებს, რის გამოც მშობიარობის შემდეგ ეს კანკალი შეიძლება აღმოცენდეს. მშობიარობის პროცესი ორგანიზმისთვის გულისხმობს ჰორმონალური ბალანსის გადანაცვლებას და სწორედ გარკვეული ჰორმონების დონის მატება და სხვა ტიპის ჰორმონების დონის კლება იწვევს ამ კანკალს, კონკრეტულად კი მშობიარობის შემდეგ გაზრდილია ადრენალინის დონე სისხლში და ამავდროულად მცირდება პროგესტერონისა და ესტროგენის დონე. ამ გზით ზედმეტად სტიმულირდება ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილი, რომელიც საბოლოოდ შედეგად იწვევს კანკალს. ამას გარდა პოსტპარტუმ კანკალის განვითარებას ხელს უწყობს სისხლის დანაკარგი, წარმოუდგენლად დიდი ენერგიული დანახარჯი მშობიარობის დროს და რა თქმა უნდა ტემპერატურული ცვლილებები, რაც ამ პროცესის დროს გარდაუვალია. ხშირ შემთხვევაში პოსტპარტუმ კანკალი თვითონვე ქრება რამდენიმე წუთიდან საათის განმავლობაში და ორგანიზმი ახერხებს თავისი ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას და ასე ვთქვათ, მას აღარ ჭირდება ეს დაცვითი რეფლექსი და მექანიზმი. შენ კი თუ სამედიცინო ვიდეოები გაინტერესებს, გამოიწერე არხი.